მოგესალმებით, მეგობრებო. ცოტა ხნის წინ ვცადე ჩამეწერა ვიდეო ზოდიაქოების ნიშნის მიხედვით. თუ რა ხდებოდა მომდევნო თვეში და ძალიან ცუდად. ეხაც გავთქარებ. დავაწყები დავთქარება, მაგრამ და კარგად ვარ გაღვიძებული, დიდი საქმე გავაკეთებ და მოვასწარი და კიდე ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებ, ენერგეტიკულად ძალიან კარგად ვარ და სავსე ვარ. უბრალოდ აშკარად რაღაცა ისი არ არის, როგორც უნდა იყოს ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით. ამიტომაც თან მაინც მინდოდა რომ დამეტო ვიდეო, ამიტომაც ჯობია რომ გავაკეთო ესეთი გაშლა მათთვის, ვინც ელოდება ახალ ადამიანს. არ ვშლი ყოფილზე არანაირად situationship-ები და ეგეთი რაღაცეები და friends with benefit-ები და მსგავსი რაღაცეები. ძველ ადამიანებზე არ ვშლი მოკლედ რა. ჩემი მიზანი დღევანდელ დღეს არის ვინ მოდის ახალი რომანტიულ ჭრილში, რომანტიული ინტერესით. ვინ მოდის ახალი თქვენ ცხოვრებაში რომანტიული ინტერესით, ეს არის კოლექტიური გაშლა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ვერსიას ჩავშლი ხოლმე და რამდენიმე ვარიაციას ჩავშლი და შეგიძლიათ რომ იქიდან რომელიც არის თქვენი და რომელთანაც რეზონირდებით ის მიიღოთ, მაგრამ მე არ მექნება რაიმე კონკრეტული ეს აირჩიეთ და სტან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ რაიმე ზოდიაქოს ნიშნებს დავინახავ და ვინმესთვის კლარიფიკაციის ამბავი იქნება და დაზუსტების ამბავი იქნება, ხო შეგიძლიათ თავისუფლად კი ბატონო, მაგრამ დღევანდელი გაშლის თემა არის ვინ მოდის ახალი თქვენ ცხოვრებაში რომანტიული ინტერესით. ვინ მოდის ახალი თქვენ ცხოვრებაში რომანტიული ინტერესით? ვინ მოდის ახალი თქვენ ცხოვრებაში რომანტიული ინტერესით? კი ბატონო, ეს ადამიანები ვინც ამ ვიდეოს უყურებენ იმ ადამიანებთან ვინც ამ ვიდეოს უყურებენ, ვინ მოდის ახალი მათ ცხოვრებაში რომანტიული ინტერესით? ვინ მოდის ახალი მათ ცხოვრებაში რომანტიული ინტერესით? ჰაიროფენტი პირდაპირ შეიძლება იყოს კურო, უბრალოდ შეიძლება ეს იყოს ადამიანი. Queen of Swords, the Devil Mag შეიძლება უბრალოდ divorced, ანუ გაცილებული ადამიანი შეიძლება იყოს, ანუ ურთიერთობა გქონდა და გაცილდა, მაინც ასაკსაც გადავხედოთ მეგობრებო, ისეთ ასაკში ვართ. მე არ ვიცი თქვენ რამდენი წელს გონი ვართ, მაგრამ ვარ 30 წლის, ასე რომ აწი თუ ვინმესთან ურთიერთობას დავიწყებ და ცოტა სერიოზულად მინდა რომ იყოს ეს ყველაფერი, უეჭველი გაცილებული იქნება. ანუ უეჭველი ერთი ურთიერთობა სერიოზული გამოცვლილი ექნება, უეჭველი თუ არა, ნუ ხო რა, იმიტომ რომ ხა წარმოგიდგენთ ხა მე ჩემზე პატარასთან ურთიერთობა არ მინდა, ჩემზე დიდი უნდა იყოს ეს ადამიანი და ხა 35-დან 40 წლამდე მაგ პერიოდში ადამიანს ურთიერთობა თუ არ ქონია სერიოზული არ გამოცვლილი, მაინც ცოტა კითხვის ნიშანი გამიშტება თუ რატო არის მაშინ ეს ადამიანი ამდენი ხანი მარტო ხელა. მე ვიცი რატომაც ვარ მარტო ხელა, იმიტომ რომ უტრაკოები არიან ძალიან ბევრი, მაგრამ და იმიტომ რომ მე ვარ პრინცესა, დავიკიდეთ, გავიარეთ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ახალი გაცილებული, სერიოზული ურთიერთობიდან ახალი გამოსული, მაგრამ ამავდროულად თან ენერგია მიჩვენებს იმას, რომ თქვენამდე მოსული ეს ადამიანი კვლავ ისევ სერიოზულად უყურებს ცხოვრებას და სერიოზულად უნდა ურთიერთობა. რაღაცა გართობა, რაღაცა უჭი-პუჭი და ეგეთ რაღაცები არ არის მისი მიზანი, მისი მიზანი არის სერიოზული ოჯახის შექმნა, ოჯახი ისე მოიაზრება, როგორც თქვენ გესმით, ეხლა ვიღაცისთვის ყანწი იყოს შეიძლება ოჯახი და ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კრუასანი, ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ოჯახი როგორც თქვენ გესმით, ისე გაიგეთ, აი მაგ კონკრეტულ ჭრილში და მაგ კონკრეტული ტრადიციით მოდის ეს ადამიანი, ხო? ნახოთ ზუსტად. კი ბატონო, 5 of cups, 10 of pentacles and 4 of cups. კი ბატონო, როგორც თქვი რა, ანუ ამ ადამიანს აშკარად უკვე ერთხელ გამოიარა ეს ცხოვრება, გამოიარა ეს რაღაც სერიოზული ურთიერთობის მომენტი, თუმცა რაღაცები არ გამოვიდა და არ მოხდა ის როგორც მომხდარიყო.
რა პრობლემა იყო და ასე შემეგირა რომ მაგაში ჩასვლა მე არ მინდა, იმიტომ რომ თქვენამდე რომ არის უკვე აშკარად თავისუფალია ადამიანი, Ace of Pentacles, მაგრამ უკვე მარტოხელა უკვე თავისუფალია, თქვენამდე მოდის, ის რაღაცა კონკრეტული ტვირთი და რაღაცეები შეიძლება მოყვებოდეს მარტო იმ კუთხით, რომ თავიდან რომ თქვენამდე მოდის, შეიძლება ცოტა დისკომფორტი ექნებოდეს თვითონვე თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე და იფიქროს რომ თქვა შეიძლება ყავდეს შვილი წინა ცხოვრებიდან. კი ბატონო, წინა ცხოვრებიდან. ანუ წინა ქორწინებიდან ხო შეიძლება ყავდეს შვილი, რომელსაც ფიქრობდეს, რომ იცი რა არ ვიცი ეს ადამიანი როგორ მიიღებს. აი შეიძლება თქვენი იყოთ, ვისაც შვილი ყავს წინა აი მე წინა ცხოვრებას არ გადავეკიდე. ნუ შეიძლება წინა ცხოვრებაში იცნობდეთ, კაი, შეიძლება წინა ცხოვრებაში ერთმანეთს იცნობდეთ. მოკლედ, შეიძლება ყავდეს შვილი რა, ან რაღაცა კონკრეტული ესეთი პასუხისმგებლობები წინა ქორწინებიდან და წინა სერიოზული ურთიერთობიდან, რაც დღემდე ასრულებს და რაღაცნაირად არ იცის თქვენთან რომ მოვა, თქვენ ამაზე რამდენად თანახმა იქნებით რომ ესე იყოს, ხო, თქვენ ხელს არ შეგიშლით ეს. აი ეს ადამიანის მოსაგვარებელი იქნება, ამ ადამიანის პრობლემა, ამ ადამიანის გასავლელია რა. ანუ ის რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გეკუთვნით, ის მაინც მოდის თქვენამდე, ხო? ანუ ეს რაღაცა ბავშვებთან შეჯიბრი რო იციან ხოლმე და ეგეთი რაღაცეები არ გვინდა, ხო? აი ამ რაღაცა შიშებს, აი ამ რაღაცა მე თუნდაც გავეცალოთ ეშმაკის კარტი მაგ და ჩერიოტი მაგ, რაც მეუნება იმას, რომ აშკარად ადამიანი იმას შვება რა, თავს იკავებს რაღაც ეშინია, ან შეიძლება თქვენ გაქვთ ობსესიური აკვეტება და იცით დაახლოებით ვინც არის ადამიანი და სულ ეძებთ და ცდილობთ რომ გაერკვიოთ, აი რა ხდება მის ცხოვრებაში და ასე შემდეგ, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, წარსულში კეკვას მოეშვით, წარსული არ არის ახლანდელი, აწმყოში რაც ხდება იმას დააკვირდით და მომავლისკენ თუ რა ნაბიჯები იდგმება მაგას დააკვირდით. ეხლა წარსულში რა ხდებოდა, ეს თქვენ ხელს არანაირად არ გიშლით იმისთვის, რომ თავი კარგად და ბედნიერად იგრძნოთ ხო ამ ადამიანთან, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ აშკარად თქვენ რაღაცნაირად ძალიან ისე ჩაჭერა გაქვთ, აი არ ვიცი რა. The High Priestess and the Queen of Pentacles and the Magician. Nice. კარგია, ნახე ამ ადამიანთან მე არ მეუბნება კარტი იმას, რომ თქვენ ამ ადამიანთან ურთიერთობა მარტო და მხოლოდ იმიტომ გინდათ, რომ ფინანსურად ძლიერად იყოთ და ან ფინანსურად ძლიერი ადამიანი რადგანაც არის, მაგიტო გინდათ ამ ადამიანთან ყოფნა, ხო? მაგას არ მეუბნება კარტი. კარტი მიჩვენებს იმას, რომ თქვენ ძალიან კარგად მოყოფილი ხართ, მარტო ხელობითაც მშვენივრად ხარ, ანუ რაღაცა სადარდებელი და რამე არ გაქვს, ფული არ გიჭირს, მოდი ესე ვიტყოდი, ანუ არ ეძებ ადამიანს იმისთვის, რომ გიხსნას რა, ანუ აი რაღაცა პრინც და იმას არ ეძებ რა. კი შეიძლება გადაობდე, ანუ ხუმრობდე ხოლმე, რომ აი პრინცი მინდა და იმპერატორი და მეფის ვეძებ და ანუ მაგრამ სინამდვილეში ანუ დღის ბოლოს თავისუფლად მაინც დასრული ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, რომელსაც თავის მოვლა ძალიან მარტივად შეუძლია, ხო? უბრალოდ საქმე იცი რა არის, რომ თან ეს ადამიანი ის თქვენამდე მოდის ინტუიციურად იმას ვზნობთ, რომ ამ ადამიანს მზემაგ და ისე ჯადოქარი ამომივიდა. ანუ ძალიან მარტივად გზნობთ იმას, რომ ამ ადამიანთან ერთად ძალიან ბევრ რამის შექმნა შეგიძლიათ მომავალში რა, ანუ ბევრ რამეს შექმნით. შეიძლება ერთად დაიწყოთ რაიმე ბიზნესი, ან დაგეხმაროთ, ან თქვენ დაეხმაროთ, ხო? შეიძლება ფინანსურად არა, მაგრამ შეიძლება დაეხმაროთ იდეებით, გონებრივად, ხო? მოკლედ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა გექნებათ და ერთმანეთს ძალიან კარგად დაეხმარებით, ხო? ყველაფრის გაკეთებაში და რაღაცნაირად უკვე დაღლილი ხარ, იმიტომ რომ სულ მარტო გიწევს რაღაცეების კეთება და გინდა ადამიანი რომელთან ერთადაც იზამ, ხო? და შექმნი რაღაცა დიდ ლეგასი რო ქვია, დანატოვარს რაღაც ძალიან ისეთ სერიოზულ საქმეს გააკეთებ, ხო, რაღაცა კარგს შექმნი და ინტუიციურად ხვდები, რომ ეგეთი იქნება ეგ ადამიანი და რაღაცნაირად დაიღალე და გინდა რომ უკვე იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა გაიწელა დროში, ცოტა გაიწელა. კარგი, ნახოთ ვინ მოდის ახალი. Ace of Wands, კი ბატონო. And the Moon. ხო, ნახე, მთვარის კარტი მაქვს. მე დიდად ამას აღარ გავაგრძელებ და ვიცი, რომ ძალიან პატარა ვიდეო გამოვიდა, მაგრამ ალბათ უბრალოდ ვიღაცას გჭირდებოდათ, რომ მოგესმინათ, რომ აუცილებლად მოდის
თქვენსკენ ადამიანი აშკარად რომანტიკული ინტერესით, რომელსაც ძალიან დიდი მიზანი აქვს იმისი, რომ თქვენთან ერთად სერიოზული ურთიერთობა შექმნას და სერიოზული ცხოვრება შექმნას, რომელიც თავისი გართობებით, თავისი რაღაცა სიმსუბუქითაც იქნება, მაგრამ ეს არ იქნება, რომ მარტო კარგი ამბავი, როცა მარტო მაშინ ვართ კარგად და რაღაცა სირთულეების რო გამოჩნდება, ერთად გადალახავთ ამ სირთულეებს, ხო? და ეს სირთულეები არ იქნება გამოწვეული ამ ადამიანის მხრიდან, ან თქვენი მხრიდან უფრო საფრთხე არის მაგისი, რომ იცოდეთ. ცოტა დრამის დადგმის საფრთხე თქვენი მხრიდან უფრო არის საბოტაჟის, იმიტომ რომ ეშმაკის კარტი მაქვს რა. ნახე, როგორც კი გაეცლები იმ ობსესიას, რომ აშკარად ვიღაცა გინდა რომ ყავდეს გვერდი და იმ მაგ ობსესიას როგორც კი მოცილდები და გაეცლები, მე უკვე ძალიან მარტივია, რომ გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც კომფორტულად და გემრიელად იქნები. მთვარე რომ ამომივიდა, იმიტომ გავჩერდი, რომ ჯერ ეს ენერგეტიკულადაც კი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ენერგიაც კი არ არის ბოლომდე შევსებული, რომ მე ამან მანიფესტირება დაიწყოს, ხო, ჯერჯერობით ასია. Ace of Wands, ანუ ეს კვერთხების ტუზი მეუბნება იმ ფაქტს და იმ ამბავს, რომ თქვენ როგორ ვთქვა, ჯერ ნაბერწკალი იქნება, რა ნაბერწკალი იქნება, ესე პირდაპირ ბეჭდით მოვიდა, ესე არ ხდება, გაიგე, თორნიკე ბეჭდით მოვიდა, ეგრე არ ხდება პირდა. ხო, უბრალოდ ძალიან წყნარად ფიქრობ ლამაზად დაიწყება სიტუაცია, თავისი სიახლეებით, თავისი ლამაზით, თავისი კომფორტული რაღაცებით, ტვინი არ შეგეჭმება, მოკლედ რა. ხო გეუბნება, ის საფრთხე არის ისევ თქვენი მხრიდან თუ რაიმე შიშები არის მიბმული მაგაზე ან ობსესია თუ გაქვს იმაზე, რომ ეროდის და მალე გამოჩნდეს და ასე შემდეგ. და შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი რაღაცნაირად იმიტომ რომ ობსესიაში ხარ ვერ მიაქციო ყურადღება და მე გადაიდოს 1 თვე და 2 თვე მერე კიდე, ხო? უბრალოდ დააკვირდით ადამიანთან ურთიერთობებში როგორ იქცევით და რა მოლოდინები გაქვთ და რა მიზნები გაქვთ, ხო? და თუ ეს მოლოდინები შენ ხმამაღლა რო ამბობ, ცოტა სასაცილოდ გეჩვენება ეს მოლოდინები მოსთხოვა ადამიანს, რომელიც ერთი დღეარად გაიცანი, ესე იგი არ არის ეგ. არ არის ჯერ მაგისი დრო და რაღაც. მაგრამ ერთ ადამიანი მე ძალიან მარტივად 3 დღის გასწრებულ ადამიანს ძალიან მარტივად ვთქარი, რომ კარგად ეყავი მეთქი, იმიტომ რომ არ იმღერა, როცა მინდოდა რომ ემღერა. იმიტომ 3 თვის მერე იმღერე, იმიტომ რომ უფრო კარგად გამიცანი, ძალიან სისულელად მომეჩვენა რა, ანუ თუ რა მღერიო და მეთქი რა პონჩია, მე მოვეჭველი უნდა მომასმენინო თქო რა. ესა უკვე დამაიქნო რა ძალიან ბევრჯერ მაგაზე და պետքի პაკა պետքի რა მე მაგას არ გავაკეთე. მე არ მომწონს ესეთი ურთიერთობები, სადაც რაღაცეები როცა ხალისობ და ამაშვები ადამიანი ჩაკეტილია. ანუ ხა გავიხსენი კარგად გაგიცანი და 3 თვის მერე მთხოვე და მერე ვიმღერე, ცოტა მე უცნაურება. რატო უნდა დავხარჯო 3 თვე და 3 თვის მერე რატო უნდა გავიგო, რომ თურმე რო გთხოვ რომ იმღერო, არ მღერი ხარ. ხო, თუმცა ეს უბრალოდ მაგალითი იყო იმისა, რომ თქვენივე ბარიერები, თქვენივე კრიტერიუმები უნდა გქონდეთ რაღაცეები, რის მიხედვითაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ ადამიანს უთხრათ უარი ნებისმიერს. უბრალოდ ეს არ უნდა გქონდეთ რაღაცა მერე იმათ, რომ აი მე რატომ ვთხარი უარი ესეთი რაღაცეების გამო. ეშმაკის კარტი ძალიან ისე მიზის რა, აქ რომ ცოტა მაშინებს ფაქტი. თქვენი გონების და თქვენი შიშების და რაღაცეების რა უნდა გაეცალო მაგ ფაქტს. და იმ აზრს რომ შეიძლება არ გამოჩნდეს, კაცო თავისუფლად გამოჩნდება ისევ. 6-იანი კვერთხები მაქვს, 10-იანი მონეტები მაქვს რა. აშკარად ადამიანი ჩნდება თქვენ ცხოვრებაში, ვისაც და სერიოზული ურთიერთობა და ოჯახი და წარმატება და წინსვლა და იგივე რაღაცეები, რაც თქვენ გინდათ რა. ნუ შექმნი იმ აზრს და იმ იდეას, რომ შეიძლება ეს ადამიანი არ არსებობდეს, ან მოდიოდეს, ან ეჭვგეპარებოდეთ ამ რაღაცაში რა. იმიტომ რომ ცოტა მე უკვე გადადებ მაგ ფაქტს. აშკარად კარგი ადამიანი მოდის თქვენამდე. ხო, ზოდიაქოს ნიშნები რაც მაქვს ეს არის კურო, თხის რქა, ძირითადად მიწისძვრები მაქვს, ქალწული, მერწყული, მაქვს ტყუპები,
ასევე მაქვს ლომი, კირჩხიბი, თევზები. ხო. ეგ არის და ეგ. თავარი ზოდიაქოს ნიშნები და თევზები ხო, თევზები თქვი უკვე. მოკლედ შემოვამაზო ადამიანებო. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ. კომენტარებში თხოვნა მექნება, რომ დაწეროთ, აი დაახლოებით რაზე გინდათ, რომ იყოს გაშლები ხოლმე, იმიტომ რომ მე დიდად ვერ ხვდები და არ ვიცი ზუსტად იმდენი ხანია რომ ეს რაღაცები აღარ გამიკეთებით და დაბნეული ვარ. ასე რომ ხმების უმრავლესობის მიხედვით ხოლმე კომენტარებს ვკითხულობ ყოველთვის და შემიძლია რომ გავარკვიო დაახლოებით რა თემაზე გინდათ რომ იყოს გაშლები, ზოდიაქოს ნიშნებით იყოს, კოლექტიურად იყოს, უბრალოდ ესეთი ვიდეოები იყოს, რაღაცა მინიმალური ძალიან ისეთი, ხო? და იმ ადამიანებს კიდევ ხო რა. ეგ არის მორჩა. ეგ არის მორჩა, კარგად იყავით, კარგად.